არსებობს ერთი ოთახი ძველ თბილისში, სადაც ჯერ კიდევ ინახება ძველი, ნახევრად დაზიანებული მაგნიტოფონის ლენტი, რომელზეც ჩაწერილია ინოლა გურგულიას ხმა, ისეთი ინოლა, რომელსაც საბჭოთა სცენა არასდროს ნახავდა. ეს ლენტი 10 წლეულების განმავლობაში გადადიოდა ხელიდან ხელში, ფარულად, ნახევრად ჩაბმულ ხმაზე, შეკრებილ მეგობრებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ეკითხებოდნენ, გაგიგია. ინოლა ამბობს, რომ დაჩუმდებოდნენ, კარისკენ შეხედავდნენ. ამ ლენტზე ჩაწერილი ინოლა სრულიად განსხვავდება იმ სახისგან, რომელიც ოფიციალური კულტურის ოფისებში ჰქმნიდნენ. ის ლაპარაკობს, ღიმილობს, ახსნის, რატომ უარი თქვა ერთ-ერთ ყველაზე საგულდაგულო შეთავაზებაზე, რომელიც ოდესმე გაუკეთეს ქართველ შემსრულებელს. და ეს ახსნა, ის სიტყვები, რომლებსაც ის ამ ჩანაწერში ამბობს, 30 წელზე მეტ ხანს იმალებოდა. ვინ ინახავდა ეს ლენტს? ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ხმა ამ ყველაფრის ღირსი არ იყო? და რა იყო ნამდვილი ფასი, რომელიც ინოლამ გადაიხადა? თბილისი. 1950-იანი წლების დასასრული. ქალაქი ჯერ კიდევ სუნავს ომის ნაცრით და ახლად ათვინიერებული სიხარულის ცრემლებით ერთდროულად, ქუჩები სავსეა კომუნალური ბინების ფანჯრებიდან გამომუდრი დამბლილი ტანსაცმლით, ბაზრობებზე სადღეღამისო მღელვარებით, სახელმწიფო მაღაზიებში რიგების შიშველი სიმართლით. მაგრამ ვინ ფიქრობს ამ ყველაფერზე, როდესაც ვიღაც ჩუმი სახლის ეზოში, პატარა ტახტზე მჯდომი ახალგაზრდა ქალი კრავს გიტარის სიმებს და სიმღერას იწყებს ისე, რომ ფანჯრებიდან ჩამოკიდებული ქსოვილებიც კი, ჰაერი, ქუჩების ხმაური, ყველაფერი ჩერდება, თითქოს ნებით. ეს ქალი ინოლა გურგულია. ინოლა გურგულია არ მოვიდა დიდი ეპოქის გახელებული კარებით. ის გამოჩნდა ისე, როგორც გამოჩნდება გაზაფხულის პირველი ყვავილი ქალაქის ბეტონში, ჩუმად გაუთვალისწინებლად, მაგრამ ისეთი სიჯიუტით, რომ ვეღარ გააჩერებ. ძველი თბილისის ანკარახმა, ქუჩების ჰაერი, ბაღების ჩრდილები, ყველაფერი ეს მის სიმღერებში ისხდა ისე ბუნებრივად, თითქოს მან ამ ქალაქს არა სიმღერა, არამედ სუნთქვა ასწავლა. ის გახდა ის, ვინც ადამიანები ყოველდღე ეძებდნენ, სიმართლე, ტკბილი და მტკივნეული ერთდროულად, ადამიანური სიყვარულის ამბავი, გადმოცემული ისე, რომ ყოველი სიტყვა შენი სიტყვა ეგონა. მაგრამ ვინ იყო ინოლა გამარჯობამდე, სანამ მისი სახელი ჭორად იქცა ყველა სახლში, ყველა სამზარეულოში, ყველა ეზოში? ვინ იყო ეს ქალი, სანამ სისტემამ მის სახელზე ხელი დადო? ინოლა გახდა ფენომენი, რომელიც ვერ ჯდებოდა ოფიციალური ჩარჩოს სქემაში. ის იყო ავტორი, შემსრულებელი, კომპოზიტორი ერთ პიროვნებაში, ქალი, რომელიც დამოუკიდებლად ქმნიდა ყველაფერს. საბჭოთა ეპოქაში ეს არ ნიშნავდა გენიოსობის ნიშანს, ეს ნიშნავდა საფრთხეს. სისტემა ეშინოდა იმ ადამიანების, ვისაც შეეძლო ბოლომდე საკუთარი სიტყვის თქმა, ვის კონტროლით შეუძლებელი იყო. და ინოლა ზუსტად ეს იყო, კონტროლს გარეთ. მისი სიმღერები ლაპარაკობდა სიყვარულზე, ადამიანურ სითბოზე, ქალაქის ჩარხებსა და ზღვის წვიმაზე, არა ყოველდღიური ბრძოლის, არა კომუნიზმის ამშენებელი, არა სახელმწიფო პლაკატების ენაზე. სწორედ ეს სიმარტივე გახდა მისი ყველაზე დიდი დანაშაული ხელისუფლების თვალში. მისი ქმარი, კომპოზიტორი მიხეილ შოულიაშვილი, ნიჭიერი და მგრძნობიარე მუსიკოსი ინოლასთვის გახდა ყველაზე ახლო ადამიანი, შემოქმედებითი პარტნიორი, სახლის საყრდენი. მათი კავშირი მუსიკის მეშვეობით იყო, ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთ ოცნებაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს ოცნება ატარებდა ერთ ფარულ სიმძიმეს, ერთ კითხვას, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ნამდვილად იყო კი მიხეილი ის ერთი ადამიანი, ვინც ინოლას გვერდით იდგა ყველა ჯვარედინგ გზაზე, თუ ზოგჯერ სწორედ ეს სიახლოვე ამძიმებდა მის ბაგას? ეს კითხვა ჯერ კიდევ ღიაა. და ამ ამბის ყველაზე მძიმე ნაწილი სწორედ ამ კითხვის ირგვლივ ტრიალებს. იყო ერთი ადგილი ძველი თბილისის გულში, ვიწრო ქუჩა, ქვის ეზო, ერთსართულიანი სახლი გახუნებული ტურკული კარებით, სადაც ინოლა ბევრჯერ ისხდა ღამის ბოლომდე, გიტარა მუხლებზე ჩაფიქრებული, გარშემო კი, ახლობლები, მეგობრები, ხელოვანები, რომლებიც ოფიციალური ღონისძიებებისგან დაშორებულები სწორედ ამ ეზოში გროვდებოდნენ. ეს ეზო, ეს პატარა, ვიწრო ქვის სახლი, ეს იყო ინოლას ნამდვილი სცენა. სწორედ აქ, ოფიციალური ჭყივილისა და სტატუსების გარეშე, ის იყო ყველაზე ნამდვილი, ალბათ ისეთი ნამდვილი, ვhose ნახვა სახელმწიფო ტელევიზია ვერასდროს მიუშვებდა. ოფიციალური ინფრასტრუქტურა ინოლასთვის ყოველთვის ჩაკეტილი კარი იყო, ან თითქმის ყოველთვის. სახელმწიფო კონცერტი, ანუ ის ბიუროკრატიული ურჩხული, რომელიც ამტკიცებდა, ვინ გამოვიდოდა სცენაზე და ვინ არა, ინოლასთვის ყოველთვის გულწივი იყო. მისი სიმღერები ფორმატს არ ერგებოდა. ის სიტყვები, ის ჰანგები, ადამიანური, ორგანული, ჩვეულებრივ გრძნობებზე ნაქსოვი, სახელმწიფო მანქანისთვის ჩვეულებრივი, სიცარიელე იყო. სად არის პარტიის ქება? სად არის სამშობლოს სიმღერა ოფიციალური ტონით? ამ კითხვებს ვერ პასუხობდა ინოლა.
ან უფრო სწორად არ პასუხობდა. მაგრამ ის, ვინც ამ ჩაკეტვას განახორციელებდა, სულ ერთი ადამიანი არ იყო. სახელმწიფო სისტემა კოლექტიური ურჩხული იყო, ბიუროკრატები, მოხელეები, ცენზორები, რომლებსაც ჰქონდათ ძალაუფლება, ჰქონდათ სათავე, მაგრამ სახე ნაკლებად ჰქონდათ. ინოლა ამ ყველაფერს ხვდებოდა ყოველ ახალ გადაწყვეტილებაში, ყოველ განმეორებულ არაში, ყოველ ჩაფარებულ, ლამაზად გაბმულ სიტყვებში, რომლებიც ნიშნავდა ერთ რამეს: შენ არ გინდა სისტემა? სისტემაც არ გინდა შენ. და მაინც ინოლა მღეროდა. ის მღეროდა ამ ვიწრო ეზოებში, ახლობლების სახლებში, პატარა შეკრებებზე, სადაც ყოველი სრული კაცი და ქალი ნამდვილად გრძნობდა, რომ ის ღია სიმართლეს ლაპარაკობდა. და ვინც ისმენდა, ის ინახავდა ამ ხმას. ჯერ გულში, მერე ჯობია პირდაპირ ავნიშნოთ, ლენტის სახით. ბევრი ადამიანი, ვინც ამ გამოსვლებს ესწრებოდა, სახლში ბრუნდებოდა ჩანჩქერი სიმღერებით სავსე და პირველ რამდენიმე დღეს ვერ ივიწყებდა. ამ ხმას ჰქონდა ის თვისება, რასაც ყველა ნამდვილი ხელოვნება ატარებს, ის ეჭიდებოდა ადამიანში, ვერ გიშვებდა. მაგრამ ეს ჩაჩუმება სახელმწიფოს მიერ, ეს ნიშნავდა კიდევ ერთს, ნაკლებად ნათელ ამბავს. ნიშნავდა, რომ ინოლა ვერ გამდიდრდებოდა. ვერ მიიღებდა სახელმწიფო ბინას, სახელმწიფო ტიტულებს, ვერ მიაღწევდა სახელოვანი არტისტის სოციალურ დონეს. სხვა შემსრულებლები, ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ ფორმატული, ნელ-ნელა ადიოდნენ სრხის კულტურული ელიტის კიბეზე. ისინი იღებდნენ ბინებს, სახელმწიფო ჯილდოებს, სცენებს. ინოლა ამ ამბებს ელეტრატივით დისტანციიდან უყურებდა, ან ალბათ საერთოდ არ უყურებდა, რადგანაც ეს სპექტაკლი მისთვის ისე უცხო იყო, რომ თვალის ახევასაც არ ღირდა. და ამ სოციალური კონტრასტის სამყაროში, სადაც ფორმატული ხმები ვარდისფერ ჰორიზონტზე ადიოდნენ, ინოლა რჩებოდა, ქვის ეზოში, გიტარით, ჭეშმარიტ ხალხთან ერთად. ეს კი ნიშნავდა ერთ გამოსვლას ყველა მშვენიერ ბინისა და სავარაუდო ოფიციალური ტიტულის სანაცვლოდ, ეს ნიშნავდა, რომ ინოლა ირჩევდა სიცოცხლის ამ გზას სრულგანდობით, იმ ცოდნით, რომ ამ გადაწყვეტილებას ფასი ექნებოდა. ფასი, რომელსაც ვეძახით ნამდვილ სიამაყეს, ყველაზე ძვირადღირებული ფასი. მაგრამ ვერკლეი ყველა მიცოდა ამ ფასის სიდიდე. ნამდვილად კი ინოლას ყველა ახლობელი ხვდებოდა, რისი ოდენობა ახდებოდა ამ გადაწყვეტილებისთვის. თუ ვინმემ ამ ახლობელთა შორის შეიძლება სწორედ ეს ფასი გამოიყენა, ინოლას გასამართლებლად. ახლა ყველაფერ ამის გაგება გვინდა, ყველა დეტალი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ის, რომელსაც ათწლეულები სჭირდება გარეთ გამოსვლამდე, ეს არ ყოფილა ის, რაც ინოლამ უარყო. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მის სახელზე დაიწერა, კაბინეტების მტრეული ოთახებში, ჩვენგან შორს. 1920 წლებში, როდესაც ინოლა სულ უფრო და უფრო ხდებოდა ხალხის კუმირი, ის ადამიანი, ვინც ბავშვების საჭმლის ჭამის დროს ისმოდა პატარა ბინებში, ვინც ქალაქის ეზოებში ნახევრად ჩაბმულ ხმაზე ახმოვანდებოდა, სახელმწიფო კულტურული სისტემა ამ პოპულარობას ვიწრო, ეჩვენარევი თვალებით უყურებდა. ეს სიყვარული არასწორი ადამიანისთვის, კონტროლის გარეშე ადამიანისთვის, ეს ემუქრებოდა სისტემის ავტორიტეტს. და ამ ეჩვიანობის ფონზე სახელმწიფო მანქინა ქმნიდა ბარიერებს, არაოფიციალური, ფართო გამოცხადებით, არა დახვეწილი კანონებით, არამედ ისე, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა ბიუროკრატიაში, ჩუმი სიტყვა, ნახევარ ოფიციალური განმარტება, ნაჩვენები ჩანაწერები, რომლებიც ინოლას სიმღერებს ანტისაბჭოთა ან ფორმატის გარეთ ამბობდა. ეს ჩანაწერები, ეს ოფიციალური, მტრეული გადაწყვეტილებები 3 ათეული წლის განმავლობაში ვარდებოდა ინოლას გზაზე კედლად. ოდესმე სრკის ცენზურის ეწ გლავლიტის ოთახებში, სადაც ასწლეული ბიუროკრატები ეჯნენ მოყვითალო ლამპის შუქზე, ინოლას სახელს ტოვებდნენ ყოველი დიდი სიაში, ყველაზე გარეთ. არ იწვევდნენ, არ ასაჟღერებდნენ, არ ატარებდნენ ეთერში. მაგრამ ოდესმე იყო ერთი მომენტი, ძალიან კონკრეტული, ძალიან გულგრილი მომენტი, როდესაც ეს კედელი ინოლას სახის წინ სრულიად ფიზიკური სახით გამოჩნდა. ეს იყო ოფიციალური, დოკუმენტური ხელი სახელმწიფო ბეჭდით, ნებართვა ან მისი არარსებობა, რომელმაც განსაზღვრა ინოლას მუსიკალური ბედი 10 წლეულებით. ამ ოფიციალურ დოკუმენტზე, მის არარსებობაზე, ინოლას სიმღერების ჩაწერა, ოფიციალური გამოცემა, სახელმწიფო სასიმღერო ალბომი, ყველაფერი ამ ერთ ხელზე ჰინდი. ამ ხელის არარსებობა კი ნიშნავდა, რომ ინოლა ოფიციალურ ქართულ მუსიკაში ჩაიწერებოდა არარსებულად სიცოცხლეში. ვინ გადაწყვიტა ეს? ვინ ხელი მოაწერა ამ არარსებობას? ვინ ან ვინები, ვის ოთახში, ვის კალმით? ამ კითხვის პასუხი, ის ყველაზე ბნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოქვეყნებული. მაგრამ ის, ვინც ამ ისტორიას კარგად იცნობს, ამ სიჩუმეში ყოველთვის ხსენებს ერთ სახელს. ვის? სახელს. ამ კითხვაზე პასუხს ამ ამბავი ნელ-ნელა გვაძლევს.
ახლა ვიდოდეთ ამ ამბის ყველაზე ფაქის, ყველაზე ურ ნაწილში, რომელსაც ყველა ნამდვილი ბიოგრაფია ბოლოს ოდნავ ეხება, მაგრამ ეს ამბავი ამ ნაწილს პირდაპირ სიმართლით უნდა გაუსვას ხაზი. ინოლა გურგულია ცხოვრობდა ორ სამყაროში, ისეთი ადამიანური სიმძლავრით, რომ ეს ორი სამყარო ზოგჯერ ვეღარ ყოფდა ერთმანეთს. ერთ სამყაროში, ნათელ ადამიანებით სავსე სიმღერებით სუნთქვათ, ის იყო თბილისის სული, ის ქალი, რომლის ხმის გაგონებისას ქუჩებიც კიჩუნდება. ამ სამყაროში ის მღეროდა ლამაზი სიტყვებით, ძვირფასი სიტყვებით და ადამიანები ამ სიტყვებს გულში ინახავდნენ წლობით. მაგრამ მეორე სამყარო, ის სადაც კამერა არ შეიღწევდა, სადაც ოფიციალური ახმოვანება არ ჩაწვდებოდა, ეს სამყარო ატარებდა მის ყველა ნება არარსებობის ტვირთს. ოჯახი, სახლი, ყოველდღიური ცხოვრება, ეს ინოლა ნაკლებად ყვიროდა სცენიდან. ის მღეროდა, მაგრამ ეს სახლში ნიშნავდა ზოგჯერ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებად რა ვიცოდით. კომპოზიტორი მიხეილ შოულიაშვილი, ინოლას ქმარი, გახდა ამ ორი სამყაროს კვეთის ყველაზე ახლო მოწმე. ის გახდა ის ადამიანი, ვის ბეჭდის გარეშეც ინოლა ვეღარ გახდებოდა, კი ზუსტად ასე ბუნებრივი, ასე ორგანული. ის ეხმარებოდა, ის ხვდებოდა, ის ქმნიდა. მაგრამ ამ ორ ადამიანს შორის, სადაც ორი სული ერთ სიმღერაში ერწყმოდა, ზოგჯერ ჩნდებოდა ის კითხვა, რომელიც ყველა ახლო ურთიერთობას ეჩვენება, ვინ ვის გულისთვის ირჩევს ამ გზას. ეს კითხვა, ეს ინტიმური, ოჯახური კითხვა, ის, რომელსაც ვერასდროს ბოლომდე ასახელებდნენ გარეთ, ერთ დღეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგანაც ინოლა სიცოცხლეში მოვიდა ვინმე, ადამიანი, ვის სახელსაც ამ ამბის მომდევნო ნაწილი გახსნის. მოვიდა ჩუმად ყოველგვარი გამოცხადების გარეშე. ეს ვინმე, ინოლას სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მომენტში, სახლში, ვიწრო ეზოში, ჩამოვიდა და ინოლა შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ინოლა სხვანაირი გახდა. ის, ვინც ამ ამბს პირდაპირ იცნობს, ამბობს, ის ცდილობდა ეს ყველაფერი შეენახა გულში. მაგრამ ვეღარ შეინახა. ვინ მოვიდა? რა ითქვა? რა ითხოვა? ეს კითხვები ამ ამბავს ახლა, ათვლის ნებისმიერ ეპოქაში, ასეთ ცოცხალ, ასეთ ბოლომდე გაუხსნელ ამბად ტოვებს. ის ადამიანი, ვინც ამ ამბის ყველაზე ბნელ, ყველაზე დაფარულ კუთხეს ბოლომდე ხედავდა, სახლს ვერ ტოვებდა, არა შიშის გამო, არამედ ერთი ამბის გამო, რომელიც მას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძინა. ეს ადამიანი, ქალბატონი, რომელიც ინოლასთან ერთად ათობით კონცერტზე, ათობით ამ ქვის ეზოს შეკრებაზე მუდმივ ჩრდილში ჯდა, ყოველ საღამოს ინოლას გვერდით, მის სიმღერებთან, მის ბრძოლასთან ყველაზე ახლოს, ეს ქალბატონი, ვისი სახელი ვერ გაჟღერდა ოფიციალურ ბიოგრაფიებში, ერთ ამ გვიანდელ ინტერვიუში, 4 ათეული წლის სიჩუმის შემდეგ, თქვა, ვხედავდი ყველაფერს. ვხედავდი, რა ეკეთებინათ მასთან. მაგრამ მე პატარა ადამიანი ვიყავი, ვინ გამიგებდა? ეს ქალბატონი იყო ინოლას პირადი ჩრდილი, ის, ვინც ამზადებდა ეზოს ყოველი კონცერტისთვის, ვინც ახსოვდა ყველა სიტყვა ყველა სიმღერიდან, ვინც ათვალყურებდა როდის მოდიოდნენ სტუმრები, ისინი, ვინც ოფიციალური ადამიანებიდან კარის გარეთ ელოდებოდნენ. ინოლა ყოველ ასეთ საღამოს სიმღერის შემდეგ ჩუმდებოდა, ამბობს ის ისე ჩუმდებოდა, როგორც ადამიანი ჩუმდება, ვისაც ბევრი ლაპარაკი ეკეთა და ბოლოს ყველა სიტყვა დაიჭირა ბოლოს. 4 ათეულ წელზე მეტი ხნის სიჩუმის შემდეგ ეს ქალბატონი ამბობს, ჩემი ბრალია, რომ ადრე არ ვთქვი ეს. მაგრამ ის, რაც მან თქვა, ის, რაც ამ ჩუმ წლებში ნახა, ახლა ამ ამბის ყველაზე ცოცხალ, ყველაზე ადამიანურ ნაწილს ქმნის. ის სახელებს ამბობს, ის მომენტებს ახსოვს. და ამ ყველაფრის გამო, ეს ამბავი ახლა სრულიად სხვა შუბში ჩანს. ინოლა ყოველ პარასკევს საღამოს, სანამ ხალხი მოვიდოდა, ერთ წუთით ისხდა მარტო ყვება ეს ქალბატონი, ის ისხდა, გიტარას ეხებოდა, მაგრამ არ უკრავდა. უბრალოდ, ხელს ეხებოდა. ვფიქრობ, ეს იყო მისი ლოცვა. ეს პატარა დეტალი, ეს ერთი წუთი ყოველ პარასკევ, ახლა 1000 სიტყვაზე მეტს ამბობს. მაგრამ ეს ქალბატონი ერთ სხვა ამბავსაც ყვება, ამბავს, რომელიც ნაკლებად ლირიკულია. ამბავს, რომელიც გვიჩვენებს, რომ ინოლას სიჩუმე სახელმწიფოს მიმართ სრულ სიმშვიდეში არ ხდებოდა. ხდებოდა ზეწოლა. ხდებოდა სტუმრები. ხდებოდა ადამიანები, ვინც მოდიოდნენ და ინოლას ვარდებივით ლამაზად ახვევდნენ ყველაზე ეჭვნარევ შეთავაზებებს. ამ სტუმრებს ინოლა ყოველ ჯერზე ერთნაირად ხვდებოდა, ლამაზი, შვიდი, ღიმილიანი. და ყოველ ჯერზე არას ამბობდა. ის ამბობდა არა ასე, თითქოს ყველაზე ბუნებრივ სიტყვას ამბობდა ქართულ ენაში, ამბობს ჩვენი ქალბატონი. ვხედავდი, ეს სტუმრები ოფლიანდებოდნენ. ვხედავდი, ვახშმობდნენ, იცინოდნენ, ყველა ხერხს მიმართავდნენ. ინოლა ღიმილით ისმენდა, ღიმილით პასუხობდა და არა ასე ბუნებრივად ჟღერდა, თითქოს ბარემ ჩაის დალევო, ვერ ამჩნევდნენ, სანამ გარეთ არ გადიოდნენ.
მაგრამ ეს სტუმრები ვინ იყვნენ? ვის ინტერესებს ასრულებდნენ? და ეს ვარდებივით გახვეული შეთავაზებები ბოლოს რომელ ბოლოს ატარებდა? საქმე იმაშია, რომ 3 ათეული წლის განმავლობაში, სანამ სრყის ოფიციალური კულტურა ნელ-ნელა იფეთქებდა, ინოლა გურგულიას სახელი ყველგან ისმოდა, ყველგან გარდა სახელმწიფო სიებისა. ეს ფენომენი, ადამიანი, ვის სახელს ყველა იცნობდა, მაგრამ ოფიციალური ჩანაწერი ვერ უნახეთ, ჩვეულებრივ კულტურული ანომალია ჰქვია. ინოლა ეს ანომალია იყო. მაგრამ ეს ანომალია ვინმეს ძალიან ადვილი გასაკეთებელი საქმე გახდა გარკვეული ადამიანებისთვის. 1920 წლებიდან 1960-იანი წლების ბოლომდე სრყის კულტურულ სივრცეში არსებობდა ახლობლად შეკრული წრე, ადამიანების ჯგუფი, ვინც გადაწყვეტდა ქართული კულტურის ოფიციალური სახეს. ეს ადამიანები კრებდნენ ფარულ, ნახევრად ოფიციალურ შეხვედრებზე, სახელმწიფო რეზიდენციების ოთახებში, ვახშმებზე, ზოგჯერ ბანაობის სახლებში, სადაც სანახევრო ღვინით, ნახევრად ოფიციალური სიტყვებით, ნახევრად ღია ინსტრუქციებით გადაწყდებოდა, ვინ ავიდეს, ვინ დაიბლოკოს. ამ წრის შიგნით, რომელსაც ოფიციალური სახელი არ ჰქონდა, მაგრამ ყველა კარგად მას ცნობდა, ინოლა გურგულია ითვლებოდა პრობლემატური ელემენტი. არა რადიკალური, არა ღია ოპოზიციონერი, პრობლემატური სწორედ იმ ყველაზე მტკივნეული გზით, ის ვერ ემორჩილებოდა. სისტემა ადამიანებს, ვინც ემორჩილებოდა, ასაჩუქრებდა, კარგი სიტყვები, კარგი ადგილი, კარგი ჯილდო. ადამიანებს, ვინც ემთხვეოდა, სჯიდა, ხმამაღლა, ოფიციალურად. მაგრამ ინოლა ის ვერც ემორჩილებოდა, ვერც ემთხვეოდა. ეს ყველაზე ძნელი კატეგორია იყო სისტემისთვის. ამ წრის ერთ-ერთი წევრი, ადამიანი, ვის სახელი სხვადასხვა ეპოქის ქართული კულტურის ისტორიებში ჩნდება, ინოლას მუსიკაზე ასე ამბობდა ამ ვახშმებზე, ნიჭიერია ეს ეჭვს არ იწვევს. მაგრამ ნიჭი სამსახურს უნდა ემსახუროს. ეს ფრაზა, ნიჭი სამსახურს უნდა ემსახუროს, ეს არ ყოფილა ინდივიდუალური მოსაზრება. ეს ყოფილა ეპოქის ფილოსოფია, საბჭოთა კულტურული პოლიტიკის ყველაზე ლაკონური ჩამოყალიბება. და ეს ფრაზა, ეს სიტყვა სამსახური, ინოლასთვის ნიშნავდა ყველაფრის გაყიდვას, ყველაფრის ჩაკლვას, რაც მისი ხმა იყო. ამ წრეს, ამ 5-6-7 ადამიანს ჰქონდა ძალაუფლება ათეულ შემსრულებელზე ერთდროულად. და ამ ძალაუფლებას ისინი ახმარებდნენ ყველაზე ეფექტური გზით, სიჩუმით. ამბობდნენ, რომ ინოლას ოფიციალური ჩაწერის განაცხადები დაიკარგებოდა, კაბინეტების ბნელ ოთახებში, ვინ იცის სად. ინოლას სახელი გამოტოვებოდა ახალ სიებში. ინოლა ვერ შეამჩნევდნენ, ისე ასე, ყოველ ახალ ოფიციალურ ღონისძიებაზე. ეს სიჩუმე კოლექტიური გადაწყვეტილება იყო. ეს კოლექტიური არა, ინოლას კოლექტიური არა სარკე, ყოველ 10 წელიწადში ახალ ფენას იღებდა. და ამ ყველაფრის გარემოში ინოლა ვახდიდა ყოველ საღამოს, გიტარას კრებდა და მღეროდა. რადგანაც სხვა გზა არ ჰქონდა? თუ სხვა გზა არ უნდოდა? ეს ორი კითხვა, არ ჰქონდა და არ უნდოდა, ამ ამბის ყველაზე ღრმა გარდატეხის წერტილია. ერთი ნიშნავს მსხვერპლს. მეორე ნიშნავს გმირს. ინოლა რომელი იყო? ახლა ვისაუბროთ ერთ კონკრეტულ ღამეზე, რომელიც ამ ამბის ყველაზე ხელშესახებ ნაწილს ქმნის. ღამეზე, რომელზეც საუბრობდნენ ჩუმად 10 წელზე მეტ ხანს, ისე თითქოს ეს ამბავი საშიში იყო. ისე თითქოს ამ ამბის თქმა, ვისიმე სახლში, ვისიმე სამზარეულოში, შეიძლებოდა ვინმესავნოს. 1920 წლების ბოლოს, ამ ათასისებური, ბუნდოვანი, ნახევრად თბილი, ნახევრად მყინვარი ეპოქის ჟამს ინოლასთან მოვიდა ადამიანი. ეს ადამიანი არ იყო სახელმწიფო სტუმარი ჩვეულებრივი გაგებით. ის იყო ის, ვისი მოსვლა ყოველთვის ნიშნავდა ერთ-ერთ ორ რამეს, ან ყველაფერი კარგად გარდაიქმნება, ან ყველაფერი ახლა შეიცვლება. ეს ადამიანი, მოვიხსენიოთ, ის უბრალოდ შუამავლად იყო ვინმე, ვის ხელთ ჰქონდა დიდი, ოფიციალური, ყველა ბეჭდით დამოწმებული ქაღალდი. ეს ქაღალდი ნიშნავდა, ინოლას სიმღერები ჩაიწერება. ოფიციალურად. გამოიცემა. ყველა გაიგებს ოფიციალურად ისე, როგორც ამ ეპოქაში ოფიციალობა ნიშნავდა. პლასტმასის ფირფიტას სრყის ბეჭდით, ყველა მაღაზიაში, ყველა ბიბლიოთეკაში, ყველა სახელმწიფო სიაში. ეს ქაღალდი, ეს შანსი, ინოლას ხელში მოთავსდა ერთ ვახშამზე, ერთ ვიწრო ნახევრად განათებულ ოთახში, სადაც გარეთ ქუჩის ხმაური ჩრდილივით ჩამოდიოდა. შუამავლი ახსნიდა პირობებს. პირობები ჰქონდა. ყოველ ოფიციალობას ჰქონდა პირობები. პირობა იყო ერთი. ერთი ყველაზე ბუნებრივი, შუამავლის სიტყვებით, პირობა, ინოლა შეასრულებდა 2-3 სიმღერას სწორი ტექსტით. სწორი ტექსტი კი ნიშნავდა, ტექსტი, რომელიც სამსახურს ემსახურება.
ტექსტი, სადაც სიყვარული, ის ინოლასებური სიყვარული, ჩანაცვლდებოდა სწორი, ოფიციალური, ფორმატური სიყვარულით. ინოლა ამ ვახშამზე ისხდა ისმენდა. შუამავალი ახსნიდა, ლამაზი სიტყვებით, ლამაზი ჟესტებით. მერე ინოლამ ქაღალდი ახსნა. ნელ-ნელა. ყოველ სიტყვას კითხულობდა. ეს ის მომენტია, რომელზეც ჩრდილი, ის ქალბატონი, ვის ამბავის ზემოთ მოუყევით, ამბობს, ვიდექი კარის მიღმა. ვხედავდი ინოლას სახეს. ვხედავდი ის ყველა სიტყვას კითხულობდა ყოველ სიტყვაზე. ვხედავდი ეს სახე, ეს ლამაზი, ჩვეულებრივ ჩუმი სახე, ნელ-ნელა ქვა გახდა. ქაღალდი ინოლამ ნელ-ნელა დაამზადა. ნელ-ნელა, ბეჭდები, სახელები, თარიღი. ყველაფერი. მერე ინოლამ ქაღალდი მაგიდაზე დააწყო, ისე ბუნებრივად, ისე მშვიდად შუამავლისკენ მოუბრუნა. ეს ჩემი სიმღერები არ იქნება, ეს ყველაფერი, რაც ინოლამ თქვა. შუამავალი გაჩუმდა. ერთი წუთი. მერე დაიწყო ახსნა, ახალი სიტყვებით, ახალი ლამაზობით. ინოლა ისხდა ისმენდა. მერე კიდევ ერთხელ, ეს ჩემი სიმღერები არ იქნება. ჩრდილი ამბობს, ის წავიდა. შუამავალი წავიდა. ინოლა ჯდა ისევ, ქაღალდი მაგიდაზე, გიტარა კარში. ვეღარ გაუბედე შესვლა. ვიდექი კარის მიღმა. ეს ერთი ოთახი, ეს ერთი ვახშამი, ეს არ ყოფილა ინოლას ყველაზე დრამატული მომენტი ზოგადი გაგებით. ეს ყოფილა ყველაზე ზუსტი, ყველაზე ხელშესახები მომენტი, ის წუთი, სადაც ინოლამ ყველა ოფიციალობა, ყველა ეს ქაღალდი, ყველა ეს ბეჭდები, მაგიდაზე დააწყო. ეს ჩემი სიმღერები არ იქნება. 4 ათეულ წელზე მეტ ხანს ამ ამბავს ვერ ყვებოდნენ ღიად. ჩრდილს ეშინოდა. ახლა ის ამბობს, მე ეშინია დღესაც, მაგრამ ჩემი შვილები კითხულობენ, ვინ იყო ინოლა? და ვფიქრობ, ეს ამბავი მათ უნდა ეცოდინებოდეთ. ახლა ჩვენ გვეკითხება, ინოლამ ეს ქაღალდი მაგიდაზე დადო. შუამავალი წავიდა. ეს ნიშნავდა, რომ ყველა სხვა ოფიციალური კარი ასევე დაიხურებოდა. ინოლა ეს იცოდა. და მაინც, ეს ჩემი სიმღერები არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ინოლა ირჩევდა ჩუმეზოებს, მაგნიტოფონის ლენტებს, ხელიდან ხელში გადაცემულ ხმებს, ოფიციალური ბეჭდის სანაცვლოდ. თქვენ ამ ადგილას, ვინ რომ ყოფილიყავით, ამ ქაღალდს ხელს მოაწერდით. ან ისე ინოლასებურად ჩუმად ბუნებრივად ეს ჩემი სიმღერები არ იქნება, ეტყოდით? ეს ჩემი სიმღერები არ იქნება, ეს სიტყვები სახლიდან გავიდა, ვიწრო ქუჩებში გაიხო, კარიდან კარამდე გადაიარა. ასე ვრცელდება ამბები ძველ თბილისში, ოფიციალური ინფრასტრუქტურის გარეშე, მოყვარული ქსელით, ნახევრად ჩაბმული ხმებით. და ამ ამბის გახსნასთან ერთად, ინოლა გახდა სხვა სახის ლეგენდა. არა ის ლეგენდა, ვინ ოფიციალური გამარჯვებულია, ის ლეგენდა, ვინ ოფიციალური გამარჯვების გარეშეა, მაგრამ ყველა სკულში ზის. ეს სხვა სახის სახელი, ეს ხალხის კუმირი, ზოგჯერ ყველაზე გამძლე სახელია. ოფიციალური ტიტულები ქაღალდებთან ერთად ცვდება. ხალხის გულებში ჩამჯდარი ხმა, ეს სხვანაირად ცვდება. 1920 წლებიდან 1960 წლებამდე, ეს 20-30 წელი, ინოლა ცხოვრობდა ამ ორ სამყაროში, ოფიციალური არარსებობის სამყაროში და ხალხური ყველგანყოფნის სამყაროში. ეს ორი სამყარო ყოველდღე ეჩხუბებოდა ერთმანეთს. ოფიციალური არარსებობა ნიშნავდა პრაქტიკულად ისეთ ყოველდღიურ სიმძიმეებს. ინოლა, ის ვის სახელს ყველა იცნობდა, ვერ გამდიდრდებოდა, ვერ ეყიდა სახელმწიფო ბინა, ვერ შეეხო ოფიციალური ჰონორარის თეთრს. ეს ყველაფერი ყოველდილას ახალი სახით ადგებოდა. ის ადამიანები, ვინც ინოლასავით ნიჭიერი, მაგრამ ფორმატული იყვნენ, 10 წლის განმავლობაში ადიოდნენ სოციალური სიისძევით. ინოლა ასევე 10 წლის განმავლობაში ბრუნდებოდა ვიწრო ქუჩაში, სახლში, გიტარასთან. ეს ყოველდღიური ეკონომიკური სინამდვილე, ეს ყველაზე სოლიდური, ყველაზე ხელშესახები ფასი, ხშირად ამ ამბის მოყოლებისას ჩუმდება. ვსაუბრობთ სულის სიძლიერეზე და კარგია ამ საუბარი. მაგრამ ინოლა ადამიანი იყო, ვისაც ჭამა სჭირდებოდა, სახლი სჭირდებოდა, ვისი ოჯახი ყოველდღე ამ ეკონომიკურ სიმძიმეს გრძნობდა. კომპოზიტორი მიხეილ შოულიაშვილი, ინოლას ქმარი, ერთგული შემოქმედებითი პარტნიორი, ასევე ცხოვრობდა ამ ეკონომიკურ სინამდვილეში. ის ასევე ქმნიდა. ის ასევე ნიჭიერი იყო. მაგრამ მიხეილს ჰქონდა ის კომპოზიტორის ტიტული, ის ოფიციალური სახელი, რომელსაც სისტემა ჩვეულებრივ ითვლიდა, ეს ნიშნავდა, მას ჰქონდა გარკვეული ოფიციალური კავშირი, გარკვეული ჰონორარი, გარკვეული ადგილი.
ინოლასთვის ეს ნიშნავდა მიხეილი ყოფილა სახლის ეკონომიკური სვეტი, ის ადამიანი, ვის ჰონორარზე ეყრდნობოდა ყოველი ის ეკონომიკური წონასწორობა, რაც ამ სახლს ჰქონდა. ეს ასიმეტრია, ერთი ადამიანი ოფიციალური ადგილით, მეორე, ოფიციალური არარსებობით ყოველ ოჯახში ამ სახის მძიმე ჩრდილს ქმნის. ეს ჩრდილი ინოლას ოჯახშიც ჩნდებოდა, ნელ-ნელა, ყოველ ახალ არარსებობასთან ერთად. ჩრდილი, ის ქალბატონი, ვინც ყველა ამ ღამეებს ნახავდა, ამ ამბაზე ნაკლებს ამბობს. ამ კითხვებზე ის ამბობს, ეს მათ ოჯახის ამბავია. ამ ამბავი ჩემი სიტყვა არ არის. ეს პატივისცემა, ეს ფრთხილობა, ასევე ამბავს ყვება, ასევე ამ ყველაფრის სიღრმეს გვიჩვენებს. მაგრამ ინოლა, ამ ყველა სიძნელის, ამ ყველა ეკონომიკური ასიმეტრიის, ამ ყველა ოფიციალური არარსებობის ფონზე ყოველ ახალ საღამოს გამოდიოდა ეზოში, კრავდა გიტარის სიმებს და მღეროდა. ისე თითქოს ეს ყველაფერი, ეს ყველა ტვირთი გიტარის სიმებშია და სიმები ამ ყველაფერს ებრძვიან ისე, ბუნებრივად ჰანგებად. ეს ყველაფერი, ეს ოფიციალური არარსებობა, ეს ეკონომიკური სიმძიმე, ეს ქაღალდი მაგიდაზე, ეს შუამავლები, ყველა ეს ამბავი ინოლამ ვერ გამოიყენა სიმღერად. ამ ამბებს ის ჩუმად ინახავდა. ეს ჩემი სიმღერები არ იქნება, ეს მხოლოდ ოფიციალური ბეჭდების შესახებ ითქვა. ეს ასევე ნიშნავდა, ტკივილი სიმღერად გახდება, მაგრამ სიმღერა ამ ტკივილს არ გაამხელს. სიმღერა სხვას ეტყვის სიყვარულს, ადამიანურ სითბოს, ქალაქის ქუჩებს, ისეთ ენაზე, ვინც ისმენს, ის გაიგებს. ეს, ალბათ, ინოლას ყველაზე დიდი ჰოკუსი-პოკუსი იყო, ყველა ეს ტვირთი, ეს ყველა არარსებობა სიმღერებში ადამიანურ სითბოდ გარდაქმნა. ამისთვის სჭირდება ის ადამიანური ძალა, ის ლალი, რომელიც ყველას არ ეძლევა. მაგრამ ეს გარდაქმნა, ეს ტვირთი სითბოდ გადაქცევა, სამუდამოდ შეიძლებოდა? ან ამოზესტის სიმძიმე ინოლაშიც ირყეოდა, ისე ნელ-ნელა, რომ ვერ შეამჩნევდი. ეს კითხვა, ეს ყველაზე ადამიანური კითხვა, ამ ამბის მომდევნო ნაწილში უფრო სრულად ჩანს. რადგანაც ინოლას სიმღერების ეპოქა, ის 10-20 წელი, ერთ კონკრეტულ, ყველაზე გარდამტეხ მომენტს ატარებდა, ვის გახსენება ახლა, 10 წელზე მეტ ხნის შემდეგ, ჯერ კიდევ მტკივნეულია. ის ღამე, რომელიც ინოლამ სიჩუმეში გაათენა, გიტარა ხელში, მაგრამ ხმის გარეშე, ეს ღამე ნიშნავდა, რომ რაღაც შიგნით შეიცვალა. და ადამიანები, ვინც ინოლას იცნობდნენ, ამბობენ, სწორედ ამ ღამის შემდეგ ინოლამ ახალი, სრულიად განსხვავებული ნაბიჯი გადადგა. ძველი თბილისის ერთ-ერთ ბაზარში 1920 წლებში ქალაქის ყველაზე სახელგანთქმული ბედისმკითხავი ცხოვრობდა. ეს ქალბატონი, ვის სახელი ამ ამბეშიც ჩაჩუმებულია, ცნობილი იყო მთელ ძველ ქუჩებში. ამბობდნენ, მისი სიტყვები ყველაჯერ სიმართლე გამოდიოდა. ამბობდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ნათელხელოვანს ჰქონდა ერთი ჩვეულება, ამ ქალბატონთან მიდიოდა ყოველ ახალ ეტაპზე, ყოველ მნიშვნელოვან გარდატეხამდე. ეს ხელოვანი ინოლა გურგულია იყო. მაგრამ ის ერთი ვიზიტი, ბოლო ვიზიტი ის, რაც ამ ბედისმკითხავმა ინოლას უთხრა, ის სიტყვები 25 წელზე მეტ ხანს ვერ გახდა საჯარო. ამ სიტყვების ამოღება კი, ეს ახლა, 10 წელზე მეტ ხნის შემდეგ, ამ ამბის ყველაზე შემაძრწუნებელ ნაწილს ქმნის. ბედისმკითხავმა ინოლას უთხრა, შენი ხმა ყველა ბეჭდზე დიდია. მაგრამ ბეჭდები ხმაზე უფრო დიდ ხანს ცოცხლობს. ეს სიტყვები, ეს ერთი ჩვეულებრივი, ძველი ქართველის სიბრძნე, ინოლამ სახლში გაიყოლა. და ამ სიტყვებმა ის ადგილი, სადაც ინოლა ყოველ ღამეს ისხდა სიჩუმეში, ახალი სახით გაავსო. ინოლას ახლობლები ამბობენ, ის ბედისმკითხავთან ვიზიტს ვერ გახმაურებდა, ეს ყოველ ეჭვს გაუჩენდა სახელმწიფო ადამიანებს, ვინც ისედაც ძალიან ახლოს ყურებდა. საბჭოურ რეალობაში ბედისმკითხავთან სიარული, ოფიციალურად ბნელ ელემენტებთან კავშირად ითვლებოდა. ამის გამო ინოლამ ეს ვიზიტები ინახავდა ჩუმად, ისე როგორც ბევრ სხვა ამბავს ინახავდა. მაგრამ ის ქალბატონი, ვინც ინოლას ახლობელი იყო და ყველა ამ ღამეს გვერდით ჩუმად იდგა, ის, ვინც ამ ამბების ჩრდილი გახდა, ამბობს, ვიცოდი სად მიდიოდა. ინოლამ ვერ დამიმალა, რადგანაც სახეზე სხვანაირი ეწერა, ყოველ ამ ვიზიტის შემდეგ ისე, თითქოს ვინმე ძვირფასი, ძალიან ძვირფასი, მაგრამ მძიმე ტვირთი ჩააბარა. ამ ვიზიტებში ინოლა ეძებდა, ალბათ, იმ ერთ სიტყვას, ვის გახსნა მარტო სიმღერას არ შეეძლო. ეძებდა ნიშანს, ვინც ეტყოდა, ეს გზა სწორია. ეს ყველა სიმძიმე, სწორი ადგილისთვის. ბოლო ვიზიტი 1920 წლების ბოლოს, სხვანაირი იყო. ჩრდილი ამბობს, ინოლა დაბრუნდა სახლში, ისე, ვთქვი, ვინმე ძვირფასი ტვირთი ჩააბარა, მაგრამ ამჯერად ეს ტვირთი სახეზე სხვანაირად ეწერა. უფრო ღრმა. უფრო ჩარჩენილი. ბედისმკითხავის სიტყვები ეს ყოფილა, ბეჭდები ხმაზე უფრო დიდ ხანს ცოცხლობს.
ამ სიტყვების სიღრმე, ეს, ალბათ, ინოლამის ღამე სრულად იგრძნო ვის გახსენება ახლოს ნიშნავს, ის ბეჭდები, ის ოფიციალური არარსებობა, ის ყველა კაბინეტის ჩუმი გადაწყვეტილება, ეს ინოლაზე უფრო დიდხანს გადარჩებოდა. ეს ბედის მკითხავი სიმართლეს ამბობდა? ამ კითხვაზე ინოლა ერთ ახალ გადაწყვეტილებამდე მივიდა, გადაწყვეტილება, ვის შესახებ ამ ამბის მომდევნო ნაწილი ყვება. მაგრამ ჯერ ეს კითხვა თქვენთვის, თქვენ ოდესმე ყოფილხართ ისეთ ადგილას, სადაც ვინმე სიტყვები, ვინც, ალბათ, ყველაზე ნათლად ხედავდა, ისე ღრმად ჩავარდა, რომ გძლიერებდა, მაგრამ ამავდროულად, ყველაფრის სიძნელეს ახალი, ყველაზე ნათელი სახით გიჩვენებდა. ახლა კი გავიხსენოთ ის, რაც 25 წლის განმავლობაში ვერ ითქვა ღიად, ის, ვის გახსენება ახლა, ამ ამბის ყველაზე კრიტიკულ, ყველაზე ვალდებულ ნაწილში, სხვა სახით ჩნდება. 1920 წლების შუა ხანებში სრკის კულტურული ადმინისტრაციის, ეგრეთ წოდებული გლავლიტის, ერთ-ერთ საქართველოს განყოფილებაში, ოფიციალურ, ფარულ, ყავისფრად გაყვითლებულ სიაში, სადაც ჩამოწერილი იყო ეთერში არ მისაშვები შემსრულებლების სახელები, ინოლა გურგულიას სახელი ჩაწერილი იყო. ეს სია, ეს ოფიციალური, სახელმწიფო ბეჭდით, სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელნაწერით, სახელმწიფო კანცელარიის ქაღალდზე, ნიშნავდა, ეს ადამიანი სახელმწიფო ეთერში, სახელმწიფო სცენაზე, სახელმწიფო ჩაწერის სტუდიაში არ მოხდება. ეს გადაწყვეტილება ერთ ოფიციალურ ბრძანებად ვეღარ ჩაითვლება, ეს მოხდა ინფრასტრუქტურული სინამდვილის დონეზე, ჩაშენებული სისტემაში ისე, რომ ყოველ ახალ ადამიანს, ვინც ამ სიაში ინოლა გურგულია ნახავდა, აღარ სჭირდებოდა კითხვა, რატომ? ის უბრალოდ ხალხს უსვამდა, ეთერში არ მისაშვები. ეს სია, ეს შავი სია სრკის კულტურულ ადმინისტრაციაში ჩვეულებრივი სამუშაო ინსტრუმენტი იყო. ეთერის სივრცე, ეს ნიშნავდა, ვის ხმა ყველა ქართული ოჯახის სამზარეულოში, ყველა ძველი ბინის პატარა მაგიდის გვერდით, სადაც რადიო ედგა, ეს ხმა მოხვდებოდა. ვის ხმა ვერ მოხვდებოდა, ის ადამიანი ოფიციალური კულტურის სივრცეში არ არსებული იყო. ეს არარსებობა კი, ეს გაკინვა, ნიშნავდა კიდევ ერთს, ამ ადამიანის ნაღდ ღირებულებაზე, ამ ადამიანის სახელმწიფო ღირებულებაზე ოფიციალური პასუხი ნული იყო. მაგრამ ეს სია, ამ კონკრეტულ შავ სიაში ინოლას სახელის არსებობა, ვინ გადაწყვიტა? ვინ დასვა ეს სახელი ამ ნუსხაში? ამ კითხვაზე, ამ ეპოქის ქართული კულტურის ისტორიკოსები, ვინც ამ ფარულ ადმინისტრაციულ ქაღალდებს ყველაზე კარგად იცნობდნენ, ეს სახელს არ ასახელებენ. ისინი ამბობენ, ეს გახდა კოლექტიური გადაწყვეტილება, ბევრი ხელი, ბევრი კალამი, ბევრი სიტყვა სხვადასხვა დონეზე. მაგრამ ამ ამბის ყველაზე მტკივნეული ნაწილია, ამ კოლექტიური გადაწყვეტილების ინიციატივა, ეს ერთ ადამიანთან იყო დაკავშირებული. ადამიანი, ვინც ჯერ კარგი სიტყვებით მოდიოდა ინოლასთან. ადამიანი, ვინც ლამაზ ქაღალდებს ატარებდა. ადამიანი, ვინც ეს ჩემი სიმღერები არ იქნება პასუხად სახლიდან გავიდა და ამ გასვლის შემდეგ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სწორედ მაშინ გაჩნდა ინოლას სახელი ამ შავ სიაში, თუმცა ეს კავშირი დღემდე დაუდასტურებელია. ეს ადამიანი, ეს, ამ ამბის კონტექსტში შუამავლად მოხსენიებული, ვინ იყო? ყველა, ვინც ამ ეპოქას კარგად იცნობს, ამ კითხვაზე ამბობს, ეს ადამიანი კულტურული ადმინისტრაციის ჩვეულებრივი მოხელე არ იყო. ეს ადამიანი, ვის ამ ამბის ბოლო ნაწილის სახელს ახსენებს, ინოლასთვის ნაცნობი პიროვნება იყო. ვინ ამ ამბის ამ ნაწილში ყველაზე ახლოს ჩანს? და ეს სიახლოვე, ეს ყველაზე მტკივნეული ელემენტი, ნიშნავდა, რომ ის ადამიანი, ვინც ინოლას შავ სიაში ჩასვა იყო ვინმე, ვისი არა ინოლას ჰგონებოდა, მარტო სისტემიდან მოდიოდა. სინამდვილეში, ეს არა ახლოდანაც მოდიოდა. ამ ცოდნამ, ეს ახლოდან, ინოლასთვის წყაროების თქმით, ყველაზე ძნელი გასაუტანი გახდა. ნახავდი ამ სიაში ჩაწერას და გაიგებდი, სახელმწიფო ეს მარტო ის კაბინეტები არ ყოფილა. სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, ვინმე ნაცნობი, ვინმე ახლობელი ადამიანის ხელით მუშაობდა. ეს კი, ეს ყველაზე მძიმე სიმართლე, ის ადამიანური ტვირთია, ვის გამო ყველა სულიერი სიძლიერე ყველაზე ძნელ გამოცდებს გადის. თქვენ ოდესმე გინახავთ, ვინ, ვის ყველაზე გიჯეროდით, ჩუმად ოფიციალური გზებით, თქვენი გზის გადაღობით იყო დაკავებული. ეს ყველა ჩვენ გვებადება, ოდესმე, ყოველ ჩვენგანს. და სწორედ ამ ეპოქაში, სწორედ ამ შავი სიის კვალში, ინოლამ ეს ყველაფერი სრულად გრძნობა. ახლა კი ვისაუბროთ ვინმეზე, ვის ამ ამბის წრე 25 წელზე მეტ ხანს ინახავდა ჩუმად, ადამიანზე, ვის სახელი ამ ბიოგრაფიულ ამბებში ყოველთვის ამოვარდნილი იყო, ვის ოფიციალური ბიოგრაფიები ავიწყდებოდა, ვის ინოლას ახლობლები ყოველ ახალ ინტერვიუში ნახევარ სიტყვით მოიხსენიებდნენ და ჩუმდებოდნენ. ეს ადამიანი, მოვიხსენიოთ ის ვინმე, ვინაც ამ ყველაფრის ყველაზე ახლოს იდგა, ახლა ამ ამბის ამ ეტაპზე, ჯდება პირველ ინტერვიუაზე. 25 წლის სიჩუმის შემდეგ.
ეს ადამიანი ქართული კულტურული სივრცის ერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ამ ამბის ყველაზე ხელშესახები ფიგურა, ახლა ამბობს, რომ 25 წლის სიჩუმე საკმარისია. ვიცი, ინოლა ახლა ეს ინტერვიუ ნახავ და ვეღარ ნახავს. მაგრამ ვფიქრობ ის ეტყოდა, გითხარი, ახლა თქვი. ეს ადამიანი, ვინც ინოლას ახლობელი წრიდან ოფიციალური ანონიმური კატეგორიიდან ჩვენს წინ ჩნდება, ინოლასთვის ყოფილა ის, ვინც ყველა ამ ამბის ყველაზე ახლო მოწმე, ოჯახური, ინტიმური, ყოველდღიური მოწმე. ეს ადამიანი ახლა ამბობს, ინოლა ეს შავი სია გაიგო. გაიგო ვისგანაც ამ გაგებამ ყველაზე მეტი ათქმევინა. და ამ სიტყვების შემდეგ ეს ადამიანი ჩუმდება. ხანგრძლივი სიჩუმე. მერე, ინოლა ამ სიჩუმის მიღმა, ამ ყველაფრის მიღმა, კვლავ მღეროდა. ეს ყველაფერი ამბობს. ეს ინტერვიუ, ეს პირველი ინტერვიუ 25 წელზე მეტ ხნის შემდეგ, ახლა ჩვენს წინ სხვა სახით ხსნის ამ ამბის ერთ კონკრეტულ, ყველაზე ნათელ, ყველაზე ადამიანურ ფასს. ფასს ვის გამო ინოლა, ეს ხალხის კუმირი, ეს თბილისის სული, ყოველ ახალ ღამეს, ამ ყველა სიმძიმის შემდეგ ხელახლა კრავდა გიტარის სიმებს. ამ ადამიანის სიტყვები, ეს ახალი ინტერვიუ, ახლა კიდევ ერთ კონკრეტულ ამბავს გვიყვება. ამბავს, ვის ინოლა შავი სიის გაცნობის შემდეგ ის, ვინც ეს ამბები ყველაზე ახლოს ცოდნია, ასე აღწერს, ინოლა მიცოდა ვინ. მაგრამ ინოლამ ამ ადამიანს სახეში ეს ვერ უთხრა. ვერ, რადგანაც ინოლა ასე ლაპარაკობდა გიტარით. სიმღერებით. სიტყვებით, ვის ყველა გაიგებს, მაგრამ ვერ ამოიცნობს. ეს ვერ ამოიცნობს, ეს ინოლას ყველაზე დახვეწილი, ყველაზე გააზრებული დაცვა ყოფილა. ის მღეროდა ყველა ამ ტვირთის შესახებ, ისე რომ ყველა მგრძნობდა, მაგრამ ვერ ამბობდა, ეს ამ ადამიანზეა. ეს ინოლას გენიოსობა, ეს ყველაზე ადამიანიური, ყველაზე ნათელი მხარე, ახლა ამ ახალი ინტერვიუ სიტყვებში 25 წელზე მეტ ხნის შემდეგ ყველაზე სრულ სახეს იძენს. ეს ადამიანი, ვინც ახლა ლაპარაკობს, ბოლოს ამბობს ერთ სიტყვას, ერთ ყველაზე ნათელ სიტყვას, ვის ამ ამბი 10 წელზე მეტ ხანს ელოდებოდა, ინოლა გიყვარდა. ყველას. ვინც მის გიტარის ხმის გვერდით ჯდა, გიყვარდა. ეს ყველა ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლეა. და ამ სიტყვების შემდეგ ეს ადამიანი ჩუმდება. სამუდამოდ. ახლა ჩვენ ვეკითხებით, 25 წელზე მეტ ხნის სიჩუმის შემდეგ გამოვიდა ეს ადამიანი და ეს სიტყვები თქვა. თქვენ რას ფიქრობთ, ეს ამ ამბის ბოლო სიტყვა ყოფილა? ან ამ სიჩუმის მიღმა კიდევ ბევრი ამბავი ელოდება? ის ადამიანი, ვინც 25 წელზე მეტ ხნის სიჩუმის შემდეგ ბოლოს ლაპარაკობდა, სახლში დაბრუნდა და ამ სახლის კარის დახურვასთან ერთად ამ ამბის კიდევ ერთი ნაწილი გაიხსნა. ნაწილი, ვის გახსენება ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი ყველაზე ძნელი ეჩვენება. არსებობს ერთი ამბავი, რომელიც ინოლა გურგულიას ცხოვრების ყველა მოყოლაში ყოველთვის გამოტოვებულია, არა შეგნებულად, არამედ ისე, როგორც ადამიანები ყველაზე ახლო, ყველაზე მტკივნეულ ამბავს ავიწყდებიან, ამ სიტყვის ყველაზე ნაზი, ყველაზე ადამიანიური გაგებით. ეს ამბავი ეხება ინოლას ჯანმრთელობას, თემას, ვის ინოლას ახლობლები ყოველ ინტერვიუში ნახევრად ახსენებენ და ჩუმდებიან, ვის ინოლა თვითონ ვერასდროს სცენიდან ამბობდა, ვის ექიმების ჩანაწერები ახლა, 10 წელზე მეტ ხნის შემდეგ, ჩუმ ფორმატში ინახება ოჯახთან. ამ ჩანაწერებში, ამ პატარა სამედიცინო ქაღალდებში, ვის ინოლა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნახავდა ყველაზე გარდამტეხ მომენტში, ჩაწერილია ისეთი სიტყვები, ვის გახსენება ახლა ამ ამბის ყველაზე ადამიანიურ, ყველაზე სიმძიმეგამჭველ ფენას ხსნის. ინოლა ოდნავ ავად იყო ის, ვინც ამ ამსახლობლობიდან კარგად იცნობს, ამ ოდნავ სიტყვას ძალიან ფრთხილად ირჩევს. ოდნავ, რადგანაც ინოლა ვერასდროს ძალიან ავად ჩანდა სცენაზე. ვერ ჩანდა, რადგანაც ის ვერ ჩაუშვებდა ამ სიმძიმეს ხალხამდე. მაგრამ ის ჩანაწერები, ის ექიმური ქაღალდები, ახლა ამ ამბის ამ ეტაპზე ახლოს ნახვამდე ბევრ ადამიანს ეკითხება, ნამდვილად ვიცოდით, ვინ იყო ინოლა, ან უფრო ზუსტად, ნამდვილად ვხედავდით, რა ღირდა ინოლას ყოველი ის ღამე, ყოველი ის კონცერტი, ყოველი ის მე კარგად ვარ, გიმღერევ. ინოლას ახლობლები, ის ადამიანები, ვინც 10 წელზე მეტ ხანს ამ ამბზე ლაპარაკობენ, ამბობენ, რომ ინოლა ჯანმრთელობის შესახებ ყოველჯერზე ერთნაირად ლაპარაკობდა, ჩემი ჯანმრთელობა ჩემი საქმეა. ხალხი მოდის სიმღერასთვის, არა ჩემი ჯანმრთელობის ამბისთვის. ეს სიტყვები, ეს ერთი ჩვეულებრივი, ინოლასებური პასუხი, ახლა ამ სამედიცინო ქაღალდების ფონზე სხვა სახით ჩანს. ჩანს, რომ ჩემი ჯანმრთელობა ჩემი საქმეა, ეს ინოლასთვის ასევე ნიშნავდა, ჩემი ტვირთი ჩემი ტვირთია. ხალხი ამ ტვირთს ვერ გაიგებს, ან perhaps ვერ გაიტანს.
ამ ვერ გაიტანს ის შიში, ეს ინოლას ყველაზე ადამიანიური, ყველაზე თბილი სიბრძნე, ახლა ამ ამბის ამ ნაწილში ყველაზე მტკივნეულ ფერს ღებულობს. ინოლა, ვინც 20-30 წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფო არარსებობის ტვირთი ჩუმად ეზიდა, ეს ტვირთი ასევე ფიზიკური სახით ეზიდა. ყოველი ღამე, ყოველი კონცერტი, ყოველი გიმღერებ, ეს ყველა ფიზიკური ძალებით, ფიზიკური ჯანმრთელობით გადახდილი ფასი ყოფილა. ინოლას ახლობლები ამბობენ, კიდევ ერთ რამეს, ამბავს ვის გახსენება ამ ამბის ყველაზე ჩუმ ნაწილს ქმნის, ბოლო წლებში 1980-ან 1990-იან წლებში ინოლა სულ უფრო ხშირად ჯდებოდა სახლში, არაოფიციალური კარების ჩაკეტვის გამო, არამედ ჯანმრთელობის გამო. ეს ის ეპოქა ყოფილა, სადაც სრკნელ-ნელა ირყეოდა, ეს ის ეპოქა ყოფილა, სადაც, perhaps, ინოლასთვის ახალი ოფიციალური კარები ნელ-ნელა გაიღებოდა. მაგრამ სწორედ ამ ეპოქაში, ამ შესაძლო გახსნის ეპოქაში, ინოლა ყველაზე ფრთხილად, ყველაზე ეკონომიურად ეზიდა ამ ყველაფერს. ის ჩვენ გვეკითხებოდა, ამბობს ახლობელი ვინც. ბოლო წლებში ინოლას გვერდით ყოფილა, ეს სიტყვები ჩამეჩოჩება ყოველ ღამეს, ჩემი სიმღერები გამოვა. ის ამ სიტყვებს ეკითხებოდა, არა ისე ვინც ეჩქარება, ის ეკითხებოდა ისე ვინც ელოდება. ვინც წლობით ელოდება. ვინც ელოდება ისე რომ ელოდება და ამ ლოდინს ეჩვევა. ამ სიტყვებმა, ამ ჩემი სიმღერები გამოვა, ახლა ამ ამბის ყველაზე ნათელი, ყველაზე ადამიანიური ხაზი გაავლო. ინოლა, ყველა ამ სულიერი სიამაყის, ყველა ამ კომპრომისზე უარის მიუხედავად ატარებდა ამ ლოდინს. ატარებდა ისე ვინც კარგად იცის, ლოდინი ტვირთია. მაგრამ ლოდინის გარეშე, ეს ყველა არარსებობა, ეს სხვა სახის ტვირთი. ახლა ჩვენ ვეკითხებით, ინოლა ამ ლოდინს ატარებდა ამ ყველა ჩაკეტილი კარების, ამ ყველა არარსებობის, ამ ჯანმრთელობის სიმძიმის ფონზე. ვის ინოლა ამ ლოდინს ეკითხებოდა, ვის ეკითხებოდა ჩემი სიმღერები გამოვა. ეს ვინ იყო? და ამ ვინს, ამ ახლოს, ამ ყოველ ღამის ვინს, ჰქონდა პასუხი? ახლა ვიდექით ამ ამბის ყველაზე ოდნავ, ყველაზე ფრთხილად შეხებულ ნაწილში, ვის ინოლას ოჯახიათ 10 წელზე მეტხანს ფარავდა, ვის ინოლას ახლობლები ახლა, ნელ-ნელა, ოდნავ ახსნიან, არა სკანდალის სახით, არამედ ისე, როგორც ინახება ნებისმიერ ახლო ოჯახში ის ამბავი, ვის გახსენება ყველაზე ძნელია, ოჯახური ტვირთი. ინოლა და კომპოზიტორი მიხეილ შოულიაშვილი, ეს ორი ადამიანი, ვინც ერთ შემოქმედებით სამყაროში ცხოვრობდა ასევე ამ უფლებო ეკონომიკური სინამდვილის ორსახეში. ინოლა, ოფიციალური არარსებული. მიხეილი, ოფიციალური არარსებობის გარეშე, მაგრამ ასევე ყოველდღიურ შემოქმედებით ბრძოლაში. ეს ორი ადამიანი, ორი ნიჭიერი, ორი ერთგული, ყოველ ახალ არარსებობასთან ერთად, ყოველ ახალ ჩაკეტილ კართან ერთად გრძნობდნენ ამ ასიმეტრიის სიმძიმეს. ეს ასიმეტრია, ეს ყველაზე ახლო ადამიანს შორის ნიშნავდა, პრაქტიკულად, ასეთ ყოველდღიურ ამბებს, ინოლა ვეღარ გარგებდა ოჯახს ისე, როგორც ნიჭიერ ადამიანს, ვის სახელი ყველა მიცის, დომობდა. ინოლა, ეს ხალხის კუმირი, ეს თბილისის სული, ოჯახის ბიუჯეტში მიხეილის ჰონორარზე იყო დამოკიდებული ბევრი ყოველდღიური, ყველაზე პრაქტიკული საკითხში. ეს არ ნიშნავს, რომ ინოლა ოჯახს ვერ ემსახურებოდა, ეს ნიშნავს, რომ ინოლა, ვინც ასე ღრმად ატარებდა ყველა ადამიანური ფასეულობის განცდას, ატარებდა ასევე ამ უფლებობის ოჯახურ სახეს. და ეს ოჯახური სახე, ეს ყოველდღიური, ყველაზე ხელშესახები ფასი, ინოლასთვის, წყაროების მიხედვით, 20-30 წელზე მეტხანს ყველაზე ჩუმ, ყველაზე დახლართულ ტვირთს ქმნიდა. ახლობლები ამბობენ, ინოლა ვერასდროს ამ ამბავს ჩივილად ვერ გამოიტანდა. ის ამ ამბავზე ლაპარაკობდა ერთ-ერთ ყველაზე ახლო ადამიანთან, ყველაზე ჩუმ მომენტებში, ისე ვინც ახსნა განმარტებას კი არ ეძებს, არამედ ასევე ატარებს. ატარებს და გრძნობს, რომ ეს ყველა ყოველი ახლო ადამიანს ეზიდება. ეს ატარებს, ეს ინოლას ყველაზე ადამიანიური, ყველაზე ნათელი სახე, ახლა ამ ამბის ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე ფერს ღებულობს. მაგრამ ეს ოჯახური ამბავი, ეს ყველაზე ახლო ადამიანებს შორის ნაწილი, ყოველ ჩვენგანს ყველაზე ახლო კითხვას უჩვენებს. ინოლამ ყველა გარე კარი ჩაკეტა, ოფიციალური არარსებობის კარი, შუამავლების კლავი, შავი სიის კარი. ეს ყველა ჩაკეტვა ინოლა ატარებდა გარეთ. მაგრამ სახლის კარი, ეს ყველაზე ახლო, ყველაზე ჩუმი ამბავი, ეს კარი ინოლამ ბოლომდე ვინ ჩაუხსნა. ახლა მოახლოვდეთ ამ ამბის ყველაზე ოდნავ, ყველაზე ხელშეუხებელ, ყველაზე მტკივნეულ კუთხეს. კუთხეს ვის ახლა, ამ ამბის ამ ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვხსნით, ისე ფრთხილად, ისე ნაზად, ვინც ძვირფასი, ძალიან ძვირფასი ხსოვილს ხელს ეხება. ინოლა გურგულია ამ სოფლის მტვერს ამ ქვეყნიდან გაემართა, ისე ჩუმად, ისე სადად, ვინც ყოველ ყველაზე ნათელ ამბავს ატარებს.
მის გახსენება თბილისში, ის ეზოებში, ის ვიწრო ქუჩებში, ის სახლის ფანჯრებში, ყოველ ახალ გაზაფხულზე ახალ სახეს ღებულობს. ახლობლები ამბობენ, ინოლა წავიდა ისე, ვინც ამ ქალაქს ყოველ ახალ ყვავილობის დროს ჩამოუბრუნდება. ის ყოველ გაზაფხულს კვლავ აქ არის. მაგრამ ამ ჩამობრუნების ყველაზე ნათელი სახე, ის, ვინც ახლა ყველაზე ხელშესახებია, 1999 წელს განხორციელდა. სრკის დაშლის შემდეგ ახალ სხვა ეპოქაში, სადაც ის შავი სიები, ის გლავლიტის ბეჭდები, ის ეთერში არ მისაშვები ქაღალდები ნელ-ნელა ისტორიის ნანგრევებში იფლებდა, ინოლა გურგულიას სიმღერები ოფიციალური ფირფიტის სახით გამოვიდა. პირველად სიცოცხლეში ვერ, ამ სოფლიდან გამგზავრების შემდეგ, მისი ხმა, მისი სიმღერები, მისი ეს ჩემი სიმღერები, ები გახდა ოფიციალური. ყველასთვის. ყველა მაღაზიაში, ყველა ბიბლიოთეკაში, ის ბეჭდებით, ვის ინოლა ოდესღაც ჩემი სიმღერები არ იქნება, ეს ბეჭდები, ბოლოს, ინოლას სახელს ატარებდა. ეს ირონია, ეს გვიანი სამართლიანობა, ინოლას ახლობლებისთვის ყოველჯერზე ორი სახის გრძნობას ქმნის, ქველი, ნათელი, სიხარულის მომტანი, ახლა ყველამ გაიგო და ამავდროულად ის მძიმე, ის ვედრო ყინვის შეგრძნება, ინოლამ ვერ ნახა. ინოლამ ვერ ნახა, ეს სიტყვები ამ ამბის ყველაზე ჩუმ, ყველაზე მძიმე ხაზს ქმნის. ის ქაღალდები, ის ბეჭდები, ის ოფიციალობა, ინოლა ამ ოფიციალობის გარეშე, ამ სოფლიდან გამგზავრების გარეშე ვერ ნახა. ეს ყველა ამბის ყველაზე ადამიანიური, ყველაზე მტკივნეული ამბავი. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა, ამ გვიანი სამართლიანობის მიღმა, ინოლას სიმღერები ახლა ცოცხლობს. ცოცხლობს ყოველ ეზოში, ყოველ სახლში, ყოველი გულში, ვინც ამ ხმას ერთხელ გაიგო. ეს ხმა, ეს ჩემი სიმღერებიები, ახლა, 10 წელზე მეტ ხნის შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხლობს. ჯერ კიდევ ახლობელია. ჯერ კიდევ თბილისის სულია. ახლა ვისაუბროთ ბოლომდე იმ ადამიანზე, ვის ამ ამბი ყოველ ეტაპზე ერთხელ ახსენებდა, ნახევარი სიტყვებით, ჩუმად ოდნავ. შუამავალი. ნაცნობი. ის ადამიანი, ვინც ახლოს იდგა. ახლა ამ ამბის ფინალურ ეტაპზე ეს სახელი სრული სახეს ღებულობს, ან სულ მცირე, ამ ამბში ეს სახელი ყველაზე ნათელ კონტექსტს იძენს. ინოლას ოფიციალური არარსებობის 20-25 წლის განმავლობაში, ყოველ ახალ ჩაკეტილ კართან, ყოველ ახალ შავ სიასთან, ყოველ ახალ ქაღალდი მაგიდაზესთან ერთად, ეს ყველა ამბი ატარებდა ერთ ადამიანს, ვინც ახლოდან ამ ყველაფერში მონაწილეობდა. ეს ადამიანი, ვინც შუამავლად მოდიოდა, ვინც ლამაზ ქაღალდებს ატარებდა, ვინც ეს ჩემი სიმღერები არ იქნება პასუხად სახლიდან გავიდა, ამ ამბის ყველაზე ახლო ოფიციალური ფიგურა ყოფილა. ეს ადამიანი, ვინც 10 წელზე მეტ ხანს შემდეგ, ამ ეპოქის ყველა ნანგრევების, ყველა შავი სიების ისტორიის ნაწილად გახდომის შემდეგ, ისეთ ადგილას გახდა, ვინც ეს ამბი ვეღარ განახლდება. ის ადამიანი, ვის ამ ყველაფრის ინიციატორად ითვლება, მისი ბიოგრაფია, მისი ოფიციალური ადგილი, ახლა ისტორიის ნაწილია. და ეს ისტორია ახლა ყველაზე ნათელ სარკეს ქმნის, ის ოფიციალური ადამიანი, ვინც ინოლას არარსებობას ქაღალდებით, ბეჭდებით, სიტყვებით ყოველ ახალ ეტაპზე ამაგრებდა, ის ახლა, ამ ეპოქის შემდეგ ისტორიის ყველაზე ოდნავ გახსენებულ ადამიანად გახდა. ინოლა, ხალხის კუმირი, არარსებელი, შავი სიის სახელი, ახლა, ამ ყველა არარსებობის შემდეგ ყველა გულში ცოცხლობს. ეს ადამიანი კი, ის ინიციატორი, ის ახლოდანაც, ახლა ყველაზე ჩუმ არარსებობაში ჩნდება. ეს სარკე, ეს ვინ ცოცხლობს ახლა, ამ ამბის ყველაზე ნათელი, ყველაზე ადვილი სიმართლეა. ინოლამ არარსებობა ირჩია, სახელმწიფოს არარსებობა, ოფიციალური არარსებობა იმისთვის, რომ ხალხის გულებში ყოველ ახალ ეპოქაში არარსებობა ვერ მოხვდეს. ეს გადაწყვეტილება, ამ ამბის ყველა ამბავი, ახლა ამ სარკეში ყველაზე ნათლად ჩანს. ახლა კი ამ ამბის ბოლო, ყველაზე ნათელ, ყველაზე ადამიანიურ ეტაპს ვაღებთ. ეტაპს, ვის ინოლა გურგულიას სიმღერები ყოველ ახალ ეპოქაში ახალ სახეს ღებულობს. 1999 წლიდან სრკის დაშლის შემდეგ, ახალ, სხვა ეპოქაში, ინოლა გურგულიას სიმღერები ნელ-ნელა გამოვიდა. ოფიციალური ჩანაწერები, პირველი ალბომი, პირველი ფართო ოფიციალური გამოცემა, ეს ყველა 10 წლის არარსებობის შემდეგ, ინოლას ამ სოფლიდან გამგზავრების შემდეგ ხალხამდე მივიდა. ბევრი ადამიანი, ვინც ამ სიმღერებს 10-20 წლის წინ მაგნიტოფონის ლენტებზე, ხელიდან ხელში გადაცემული ჩანაწერებით ისმენდა, ახლა ოფიციალური ფირფიტებიდან ისმენდა. ისმენდა და გრძნობდა ორ სახის სიხარულს, ახლა ყველამ გაიგო და მე ეს 10 წელზე მეტი ხნის წინ ვიცოდი. ეს 10 წელზე მეტი ხნის წინ ვიცოდი, ეს სიამაყე, ეს ყველაზე ადრე, ეს ის ყველაზე ნათელი სიმართლეა, ვის ინოლა ოდესღაც, ყველა ოფიციალობის გარეშე, ყველა არარსებობის ფონზე ხალხს ჩააბარა.
ის ჩააბარა ხელიდან ხელში, ლენტებზე, ეზოებში, სამზარეულოებში და ეს ჩაბარება ის ყველაზე გამძლე ბეჭდი გახდა. ოფიციალური ბეჭდები ცვდება ქაღალდებთან ერთად, ეპოქებთან ერთად. ხალხის გულებში ჩამჯდარი ხმა, ეს სხვანაირი ბეჭდი. ერთი ძველი სიბრძნე ამბობს, ბეჭდები ხმაზე უფრო დიდხანს ცოცხლობს. ახლა, ამ ყველა ეპოქის შემდეგ ვხედავთ, ბედის მკითხავი ოდნავ შეცდა. ინოლას შემთხვევაში ხმა ბეჭდებზე უფრო დიდხანს ცოცხლობს. ყოველ ახალ თაობასთან ერთად ეს ხმა ახალ სახით ჩნდება. ახალ ეზოებში, ახალ სახლებში, ახალ გულებში, ისეთი გულის, ვინც ინოლა ვერ ნახა ცოცხლად, მაგრამ ახლა ამ სიმღერებიდან ყველაზე ახლოს გრძნობს. ეს ყველა ამბის ყველაზე მარტივი, ყველაზე ნათელი ბოლო, ის ფასი, ვის ინოლა გადაიხადა. ფასი, სიამაყე, ჯანმრთელობა, ოჯახური, ეკონომიკური ტვირთი, ოფიციალური არარსებობა, კოლეგების დუმილი, ეს ყველა ფასი ინოლამ გადაიხადა ერთი, ყველაზე ნათელი, ყველაზე ძვირფასი სიტყვის სანაცვლოდ, სიმართლე. მისი სიმღერები, სიმართლე. მისი ხმა, სიმართლე. მისი ეს ჩემი სიმღერები, სიმართლე. ეს სიმართლე ახლა ჩვენთანაა. ახლაც. ყოველ ახალ ეზოში, ყოველ ახალ სახლში, სადაც ინოლას ხმა ჩნდება. ინოლარ. თბილისის სული ახლა ამ ყველა ამბის გავლის შემდეგ, ყველაზე ნათელი სახით ჩვენ წინ დგას. და ჩვენ ვეკითხებით, ეს ყველა ამბი, ეს ყველა ფასი, ეს ყველა არარსებობა და ყოფნა, ეს ყველა ინოლა მატარა ერთი გადაწყვეტილებისთვის, ეს ჩემი სიმღერები. ეხლა, 1000 წელზე მეტ ხნის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. ეს ფასი, ეს ყველა ადამიანიური, ფიზიკური, ოჯახური,